ძალიან შეყვარებული ვარ. როგორ ინარჩუნებ ესეთ ვიზუალს? გავივლი ერთ კრემსწავის რომ გამოვილი მეორე კრემსწავის მე დავდიოდით ბოქსზე მე და რუსა ერთად. არ არსებობს საქმე, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ. ბედნიერების ჰორმონს რო გამოყოფს, ყველამ კარგად ვიცით და ძალიან დიდ ძალას მაძლევს ძიმა. აი, ნახე ცოტა აქ რაღაცა არ მომწონს. მე ვეზიარები ამ უნიკალურ აპარატს. 96 წლის ბებია ჩემი, სულ მეუნებოდა და მაგას. ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის სიყვარული. ყოველი დღე არის ისედაც საჩუქარი. გამარჯობა, თქვენ უყურებთ Beauty Talks, რომელსაც წარმოგიდგენთ ნატალი ჯგუფი, სალომე ღვინიაშვილთან და ნატალია თოლორაიასთან ერთად. დღეს გვყავს ძალიან ლამაზი სტუმარი, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად ლამაზი გოგო. 4 შვილის დედა, რუსა ჩაჩუა. რუსა, კეთილი იყოს შენი ლამაზი ფეხები ჩვენ სტუდიაში. კეთილი იყოს რუსა. დიდი მადლობა. ძალიან გახარებული ვარ და თან მოხარულიც და თან მონოსხული ამ სილამაზით, რაც თქვენ გაქვთ და დიდი მადლობა მოწვევისთვის. თან ძალიან დიდი პატივია და მე მზადებოდი არ დაგიმალავთ. მართლა ძალიან გიხარია. რომ თქვენთან სტუმრად მოვსულიყავ, დღეს რაღაცა ერთნაირად ვარ ხო, ესე დაემთხო. ნატალი, დიდი მადლობა. არაჩვეულებრივად გამოიყურები როგორც მოგესალმები რუსა და მინდა მაყურებელს უთხრა რომ რუსა გახდა ნატალი ჯგუფს შემოუერთდა უფრო სწორედ ესე დავაკონკრეტებ პრემიალური ბრენდის ფრამეზის ბრენდ ამბასადორი. ფრამეზი არის თმის მოვლის ბრენდი, რომელიც ძალიან გვიყვარს უკვე ბევრი წელია. მომხმარებელი ვარ მე თვითონ. ძალიან საპასუხისმგებლო მისია მაქვს, რადგან უკვე წლებია ვარ შენი მიმდევარი სალომე და ნატალი ჯგუფის და ვიცი რა საქმესაც ეწევით და როგორი პრემიალური ხაზის როგორც სხეულის და სახის პრემიალური ბრენდების პრემიალური ბრენდების როგორც კანის მოვლა გაქვთ და ასევე ახლა უკვე ფრამესი რომელიც არის პრემიალური ხაზი როგორც სალონური მოვლა ასევე სახლის პირობებში არის არაჩვეულებრივი სტაილინგი ეს სასაცილო ჟღერს როცა მეგიხსნი ამას შენ განსწავლობ ხვეული თმის მოვლის მთელ რუტინას ამიტომ მართლა საპატიო საპასუხისმგებლოა ჩემთვის ეს ამბავი და მეც ჩავწერ პატარ-პატარა ვიდეოებს როგორ დავასტაილინგებ და მოუვლი ჩემთვის უფრო კარგად გავაცნობ საზოგადოებას ამ ბრენდს მართლა უნიკალური ბრენდია თან აქ 80 წლიანი ისტორია აქვს თან უდიდესი და სოფლიოს წამყვანი სალონები იყენებენ ფრამესთან ასოცირდება ხარისხი თმის მოვლა და ზრუნვა ჯანსაღ თმაზე. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ეს. ყველაზე, რა თქმა უნდა, როგორც სახისკანზე ვზრუნავთ, სხეულზე ვზრუნავთ, ასევე თმაზე ზრუნავთ ძალიან მნიშვნელოვანია. მე მგონი ჩვენს მაყურებელს ყველაზე მეტად რაც აინტერესებს ეს იქნება, რომ 4 შვილის დედა ესე ლამაზად რო გამოიყურები, როგორ ახერხებ. ერთია რომ ლამაზად გამოიყურება, ძალიან ლამაზია. ნუ ეს გენეტიკურად მართლა გამორჩეულად ლამაზია, სულ მაგას ვამბობ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის რუსაში აქვს შინაგანი სხივი და ეს ენერგია. აი რანაირად, საიდან? მოკლედ, ჩემ ენერგიაზე უდიდესი მადლობა კიდევ ერთხელ, იმიტომ რომ ყველაზე ანუ ძალიან საპატიო და ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ერთ-ერთი შენთვის ყველაზე ლამაზი ქალი ნატალი, როგორც ჩვენ ასევე სალომე არის, ჩემთვის აი ბავშვობაში ყველაზე მეტად ვინ შეიძლება მოგწონდეს ერთი. მე და რუსა ერთმანეთს კომპლიმენტებს რომ ვეუბნებით. ხო, მეგობრობდით, მაგრამ სულ იმდენად ახლო ურთიერთობა არ ქონდა, რადგან ორივეს ოჯახები, ბავშვები, საქმე ქონდა დაკავშირებული და ვერ ვიცლიდით ამ ყველაფრისთვის. რაც შეეხება უკვე ჩემ თავს, ხო? ძალიან მომთხოვნი ვარ ჩემი თავის მიმართ. მაქსიმალისტი ხარ. საშინელი, არასდროს არაფერი არ მომწონს. ყოველთვის უკმაყოფილო ვარ და ვიცი რომ მეტი შემიძლია. და რაც შეეხება ენერგიის მართლა ჩემი ენერგიის მე მეშინია, იმიტომ რომ ჩემი დაღლა წარმოუდგენელია, როგორც არ უნდა ვიყო დაღლილი დღის ბოლოს შეიძლება აღარც კი დამეძინოს იმ დაღლილობას. კი, ვინც კარგად გიცნობს შენი ენერგიის, მოზღვებული ენერგიის შესახებ ყველაფერს იწვევს ის რომ მოკლედ, მაგრამ მაინც ყოველთვის უკმაყოფილო ვარ. აი შენ თქვი რომ ხარ მაქსიმალისტი. მე კარგად ვიცი რომ მაქსიმალისტი ხარ, მეც ასეთი ვარ და მე მგონია რომ კიდე უფრო ლამაზი ქალები კიდე უფრო მაქსიმალისტები არიან და უფრო მეტად თხოვენ თავის თავს მეც.
აი რაში გამოიხატება შენი მაქსიმალიზმი, ანუ რა რითი არ ხარ ხოლმე კმაყოფილი და მე პატარა ისტორიას მოვყვები, ნატალი, შენც გაგეცინება ამ ისტორიას. რაც შეეხება ჩემ გარეგნობას, ერთადად არ მომწონს არაფერი ჩემ გარეგნობაში და ვცდილობ რომ უკეთესი და რუსა სირცხვილია ეხლა გისმენს მაყურებელი ძალიან უხერხულია. ისტორია კიდევ უფრო სასაცილოა ხდება მე და შენ რაც დაგვემართა ერთად და უკვე შემდეგ ჩემ ცხოვრების წესს ის რომ მე ყველაფერი გამომდის და შემიძლია. ნუ არ არსებობს საქმე, რომელსაც მე ვერ გავაკეთებ, ან ვერ შევძლებ. ნუ შეიძლება ვერ გავაკეთო და არ ვიცოდე, მაგრამ ჩაუჯდები ვისწავლი, კი ვისწავლი, ანუ საჭმლის გაკეთება. აი გარეგნობაში რა არ მოგწონს შენ თავში? ხა გითხარი ყველა. ძალიან ბევრი რაღაც არ მომწონს. მაგალითად ის რომ ეხა რა არ მომწონს? რუსა მოკლავე და მართლა უხერხულია. ჩემი თხელი წელი არ მომწონს, ანუ წელი რომ არ მაქვს თხელი. მაგალითად ის რომ არ ვარ აი ესეთ ფორმაში რომ ნავარჯიშებ, მაგრამ ძალიან ვცდილობ. უნდა პრო. ხო, აი მაგ მინდა ვთქვა, რაც მე მეხმარება. ნატალი, აი რაც მე მეხმარება, აი ბოლო პერიოდი, აი მინდა კიდე მადლობა გითხრა ამისთვის განსაკუთრებით და უნდა პრო არის საოცრება. მართლა საოცრება, თქვენ გიყვებით მაგას. მოვყვები ისტორიას, მოკლედ, ბევრი წლის წინ, ალბათ ერთი 8-10 წლის წინ, ჯერ კიდევ უფრო ახალგაზრდები ვიყავით ვიდრე ახლა. დავდიოდით ბოქსზე მე და რუსა ერთად. დიდი ჯგუფი იყო, ბევრი გოგოები და ახლობით ალბათ 15 გოგო ვარჯიშობდით ერთად და ყოველ ვარჯიშზე მე და რუსა მივიდით. აუ რუს ნახე მოვიმატე. აი ნახე ცოტა ცხიმი მაქვს აქ. მე რუსა მოვა. სალომე ნახე, აი ხელებს შეხედე. მოკლედ აი ძალიან ბევრს წუწუნებდით. აი ნახე ცოტა აქ რაღაცა არ მომწონს. აი ხანაო ჭიხა. და ეს გოგოები, ნუ ზოგს ახალი გაჩენილი ყავდა შვილი წონის დასაკლება დადიოდა. და მოკლედ აი ერთი ვარჯიში გვიყურეს, მეორე ვარჯიში და მესამე ვარჯიში აი ძალიან გაღიზიანდნენ და მოგვიტრიალდა ეს გოგო და ძალიან უხერხულიაო. ერთ ბილბორდზე ხართ და მეორეზეო და აქ მაინც მოგერიდოთ ჩვენი. ამ ყველაფერზე წუწუნია და ნამდვილად შინაგანი საწუწუნო არაფერი. შინაგანი სიძლიერე სილამაზე ყველაზე მთავარია ეგ და რომელიც გაძლევთ კიდევ უფრო მეტად თქვენს ეშხს მატებს. ნამდვილად და მე ვიტყვი იმას, რომ ძალიან მიადვილდება ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, ვისაც უხარია ყველაფერი. ანუ ძართულია, მაგრამ ანუ აი ყოველი დღე არის ისედაც საჩუქარი, ხო? ანუ ყველაფერს უნდა მიუდგე ესე, აი მართლა ესე მაქვს, რომ აი კარგი ამინდია, რომ გათენდა, რომ მარტო ჩამოვრეკავ ჩემ ოჯახის წევრებს, ეს არის ჩემთვის უკვე ძალიან დიდი ბედნიერება და ეს ეთყობა იმდენად, ეხლა სალომესთან საუბრობდი, ესო მაინც რაღაცა აფირმაცია არისო. ანუ ვერც კი ხვდები ისე ხდება ეს ყველაფერი. და ეს ყოველი გამოსვლა და ადამიანებთან შეხვედრა იმდენად დიდ სიამოვნებას და ეს არის ძალიან კარგი თვისება, როდესაც მოვლენაში ხედავ კარგს. ჩემთვის მაგალითად აი ცუდი ამინდი, ვინდა არ თქვა ცუდი ამინდი, მოდი იყოს რომანტიული ამინდი, რატო ქვია ცუდი ამინდი. და ეს მგონია რომ შენ ძალიან გეხმარება რომ აი ეს იბრჭყვიალო ყოველდღიურად. კი, ყველაფერში მაძლევს აი ძალიან დიდ მუხტს და ბედნიერების ამ მოზღვავებას და ალბათ ენერგიისაც. იმიტომ რომ რასაც ვაკეთებ, ყველაფერი მიხარია და სიამოვნებას მანიჭებს ის დილით ადგომაც, იმიტომ რომ ვიცი რომ ჩემი შვილი უნდა გავაცილოს სკოლაში და მოდი მოგვიყევი შენი ერთი დღე როგორი არის თავის მოვლის პროცედურებით და თავის მოვლის რუტინით და ყველაფერი. სკოლაში მე მიმყავს დილით, ან მე ან ჩემ მეუღლეს. ანუ საუზმე ბავშვების რაღაცა ყავს არაჩვეულებრივი დამხმარე, რომელიც მეხმარება. ვერ ვიტყვი რომ ყველაფერს მე ვაკეთებ, მაგრამ რაც შეეხება სახში პროდუქტები. იცით, მურაბებსაც აკეთებ. ხო, მე მიყვარს, ძალიან მიყვარს ეს ოჯახური, იმიტომ რომ აი იმხელა სიამოვნებას მანიჭებს ეს აი სახლური ყველაფერი ეს ფუსფუსი იქნება თუ ძიმა როდესაც სამსახურში მოდის მარტო მე უნდა დავახვედრო საჭმელი იმ დღის გაკეთებული და 2 საათის გაკეთებული, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მაგისთვის და ჩემთვისაც. იმხელა სიამოვნებას ვიღებ ამაში. თუმცა შეიძლება დილის 7-ზე იყოს, 7:30-ზე დაიწყოს ჩემი დილა, ანუ სკოლაში რომ ვაღვიძებ ბავშვებს მაგ დროს იწყება, მერე გადაღება მქონდეს, მერე კიდე რაღაც პროდუქტებზე წავიდე გადაღებიდან ძალიან მოწესრიგებული, მერე იქიდან კიდე რაღაცა და მერე გავაკეთო ბოლოს უკვე იმასთვის ვახშამი.
ანუ აი ეს ყველაფერი სიამოვნებას მან. როგორ გაუმართლა ძიმას? ხო, და ყველაზე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ჩვენს მაყურებელს დააინტერესებს, ის არის, რომ აი ოჯახს და საქმიანობას როგორ ერთმანეთთან ესე უთავსებ და დარწმუნებული ვარ, რომ დამხმარეც რო არ ყავდეს ამ ყველაფერს ერთად ის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ქალს შეუძლია ყველაფერი შეგვიძლია. შესაძლებელია აბსოლუტურად, რომ ოჯახიც ყავდეს, შვილებიც და ასევე საქმეც, იმიტომ რომ რა ვიცი, მეც ესე დავიწყე, რომ დამხმარე იმ დროს არ მყავდა, მაგრამ თუმცა ყველაფერს ერთად შეძლებს ადამიანი. იქ არის მნიშვნელოვანი და ის რომ მოყვე ერთი აუცილებლად დიდი მადლობა ამ მისთვის რა ქვია კითხვისთვის თუ ამ ნათქვამისთვის, რადგან ანუ ყველაფერს თუ მოინდომებ ცხოვრებაში, ყველაფერს ასწრებ. შეიძლება დამხმარეც არ ყავდეს, იმიტომ რომ არის პერიოდები, რომ არ მყავს, იყო პერიოდები, რომ არც დამხმარე მყავდა და არც პანდემიის დროს და ყველაფერს ვაკეთებდი და პურსაც კი ვაცხობდი და თან პროდუქტებით ზურგჩანთებით დავდიოდით მე და ჩემი შვილი, მაგრამ ძალიან დიდ ძალას მაძლევს ჩემი ოჯახი და ძიმა. ჩემი მეუღლე და მგონია გიყვარს ყველაფერი გიყვარს რასაც აკეთებ სახლის საქმეც გიყვარს შენი საქმეც გიყვარს და ეს არ მიყვარდეს არანორმალურად ხო აი ძალიან დაღლილი მთელი დღე დაღლილი და ნამუშევარი და გადაღებაზე და თან კიდე რაღაც ეს შენი კარგი ხასიათის ხუებსაც ესე ვარ ანუ სულ კარგ ხასიათზე ვარ ძირითადად ხუებსაც უნდა მოახუე სახში მოდიხარ და კიდე ბიკენტის კაბაბები უნდა აკეთო ძალიან რთული არ ვარ გიყვარდეს და ამიტომ ძალიან დიდ ძალას მაძლევს ჩემი ქმარი რომელიც აი ყველაფრის მუხტს მაძლევს გარდა ქმრის გარშე ჩემი შვილებიც, ჩემი ოჯახიც, რა, აი დედა იყო, ჩემი რომელიც აი ყოველთვის სულ მოწესრიგებული იყო. აი რაც არ უნდა ხდებოდეს, ბევრი შვილები, ბევრი შვილიშვილები, მაგათ არ ყავდა ჩვენ მანიკასაც დაუსვით ეს კითხვა, შენს კითხავს. სახში როგორ გამოიყურებ? გამოპრანჭული ხარ თუ უფრო ესე ხალათით და არა, გამოპრანჭვას არ გულისხმობ. სახლის დასაცმელი, მაგრამ ხალათით არ დავდივარ. აუცილებლად სახით მოწესრიგებული მაგ და ანუ რუტინულად შეიძლება არ მივყვები, მაგრამ გავივლი ერთ კრემს წავისვევ, გამოვილი მეორე კრემს წავისვევ და მაქვს ეს აი რამდენიმე რაღაც. ანუ შეიძლება ღამის კრემი დღისით წავისვა, მაგრამ უნდა მესვას ხოლმე. უნდა მესვას ხოლმე და მაგას კიდე გეტყვი რა. ლამაზად ხარ. მოწესრიგებული ძალიან რთული. ლამაზად. მაგალითად ნაგვის გადასაგდებად და პურზე არასდროს არ ჩავალ მოუწესრიგებელი. აი მაგრამ ზოგჯერ ხო გინდა. კი, გინდა, მაგრამ წითელი პამადას გადავისვებ და ბედნიერი ვარ. აი მაინც ეს მაქვს, რომ შეიძლება სახეს არ წავისვა არაფერი, მაგრამ წითელ პამადას წავისვებ და უბედნიერი. რუსა, როგორ ინარჩუნებ შენს ესეთ ვიზუალს. როგორ ვინარჩუნებ და მოკლედ თვითონ ყველა ორსულობის შემდეგ ძალიან ბევრს ვიმატებდი და ბავშვობიდან ვინც მე მიცნობს პატარაობის ასაკიდან ყველას ვახსოვარ სავსე ანუ არასდროს არ ვიყავი გამხდარი ანუ მიწევს მთელი ჩემი აგერ სალომე მიცის როგორც ვიყვებები ძალიან მიყვარს საჭმელი ну აი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პროცესია ამ გემოების და გემოების დაგემოვნება მაგრამ სილამაზე მოითხოვს სხვერპს მოითხოვს იმიტომ რომ რო გამოვიყურებოდე ესე რა თქმა უნდა ფიზიკურ აქტივობასთან ერთად მე და სალომე ერთად ვარჯიშობდით ვორდ კლასში რაღაცა პერიოდი ხა შევაჩერე პადელით ვარ დაკავებული მაგრამ ჩემთვის 80% გარეგნობას რაც შეეხება გარდა ინექციების ფიზიკურ აქტივობას და გარეგნობას მაინც არის კვება ანუ როგორც კი ვაჩერებ კვებას ეგ წონას როცა ეხება წონას რა თქმა უნდა წონას რაც შეეხება წონას აი და თუმცა დაბერება 20 წლიდან ზემოთ უკვე იწყება და ამისათვის აუცილებელია აი საკეთებს საინტერესო ხო აი რა საკეთებს სახის პროცედურები ძალიან მიყვარს 6 თვეში ერთხელ ვიკეთებ ბუსტერსაც ბოტოქსსაც და ბიორევიტალიზაციასაც ეხლა მაგალითად ყელი დეკოლტე და ხელებზე გავიკეთე და არაჩვეულებრივია რაც ზევიდან ვერ ვატენიანებთ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ შიგნიდან უფრო ღრმა შრეებით დავატენო შენი საყვარელი პროცედურა რომელია სახის ბუსტერი ხო, აი თუმცა აი ამაში ესე ცოტა პატარა ესე ჩავერევი ხა მე როგორც პროფესიონალურად რომ ეს არის იმისათვის, როდესაც ყოველდღიურად თუ რუტინას არ ვიტარებთ
სწორად იმისათვის გვჭირდება ხოლმე. იმიტომ ბუსტერში შემავალი არის ის ჰიალურონი და ასე შემდეგ სხვა ინგრედიენტები, რომელიც ჩვენს კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას ეხმარება. თუ ყოველდღიურად ჩვენ სწორ რუტინას, ანუ სწორ საწყს, დილას, საღამოს ვღებულობთ, ნიშნავს იმას, რომ უკვე მაქსიმალურად შეყვავს ჩვენს კანში ის ინგრედიენტები, რომელიც გვეხმარება იმისათვის, რომ კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებაში და დაბარების საწინააღმდეგო რაც არის, რაშიც არის. ხო და მე კიდე ისიც ვიცი, რომ შენ საერთოდ არ იკეთებ ბოტოქსის გარდა ინექციებს. ეგეც კი ვიცი, როგორც მახსოვს, ხო? კი, ბოტოქს ვიკეთებ ნამდვილად, იმიტომ რომ შუბლისთვის ეს არის ერთ-ერთი, რა ვიცი, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ნუ ბოტოქსი დისპორტი ახლა აქ სახელწოდება არის, უბრალოდ ესე ვიცით, რომ ეს არის ბოტოქსი. ხო, მე თვითონ დისპორტინო ეს არის პრეპარატი, რომელიც ამ წუთას ჩემთვის არის ესე კარგად მორგებული. სხვა დანარჩენს არა, იმიტომ რომ აპარატურულ მეთოდებს ვიყენებ, საცხებს, რომელსაც დილას აღამოს რა თქმა უნდა გამოვიყენებ. საინტერესო იქნება, რომ გაუმხილო მაყურებელს აპარატულს რას იკეთებ. ეს არის Onda Pro, რომელიც ლიფტინგის ეფექტი აქვს და ანუ ყველა ლიფტინგის ეფექტი რაც აქვს მიკროტალღებზეა და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავებას ეხმარება ძალიან. Rate Touch, ესეთი სახელწოდებით არის ეს დეკას აპარატები. საყარელი აპარატი. რომელიც ეხა წინა წელს 25 წელს, ან 24-ში, 25 წელს მონაკოში პირველი ადგილი აიღო. როგორც ყველაზე შენ ჩამიგდე მთელ ლონდონში არის მარტო Red Touch-ის რეკლამები, ძალიან პოპულარულია ახლა მთელ მსოფლიოში. აქაც ნელ-ნელა იცი, ეს არის აპარატურული მეთოდი და რომელიც ანუ ბუნებრიობას არ გიკარგავს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და ამ სიბერეს უშლის ხელს. და უკუჩვენებაც არ აქვს, არა? არა, იმიტომ რომ მიკროტალღებზეა, რომელიც მიკროტალღები ფაქტიურად არის აი როგორ აგიხსნათ, როგორც ეხოსკოპიის აპარატი ფაქტიურად ყველაზე უსაფრთხო, იმიტომ რომ დღესდღეობით უკვე ყოველ წელს ვითარდება იხვეწება და უკვე თქვათ ადრე რომელიც რადიოლიფტინგი, რომელიც ყველაზე ერთ-ერთი ეფექტური იყო, ნუ დღას დაამტკიცეს, რომ ეს რაღაც სიზარღობზე და ასე შემდეგ უკუჩვენება აქვს. ამ შემთხვევაში ეს აპარატები და პროცედურები, რომელიც კოსმეტოლოგიურ პროცედურებს გულისხმობ, რომელიც მაგალითად კეთდება კვირაში ერთხელ, თუმცა ეს აპარატები რატო არის ყველაზე კარგი? მე მინდა რომ ავხსნა, რომ თვეში ერთხელ, ანუ იმისათვის, რომ დრო არ გვაქვს, იმისათვის, რომ თქვათ ან ფინანსები არ არის, ან ასე შემდეგ, ეს არ კეთდება ყოველდღიურად, არის თვეში ერთხელ, იმიტომ რომ კოლაგენი და ელასტინი ნახეთ, რაც კი გვაქვს, ჯერ ხდება მისი დახშობა, ანუ საერთოდ და მე ხდება თავიდან აღდგენა ამ ყველაფრის. ამას ყველაფერს დრო ჭირდება და მხოლოდ ხდება თვეში ერთხელ. სულ არის მაქსიმუმ 4 პროცედურა ამისათვის საჭირო წელიწადში, რომ კანმა შეინარჩუნოს მაქსიმალურად და არ მოხდეს და შეაჩეროს დაბერების ეს პროცესი. იდეალურია საჩემო ყოფილი ადამიანებს, ვისაც სულ ეჩქარებათ და დრო არ აქვთ. არა და მართლა განსაკუთრებულად კარგი შედეგი აქვს. მე ჩემი გამოცდილებით, თქვა აი კვირაში ერთხელ ეს პროცედურები, პროგრამები რომ იკეთო, მაინც აპარატურულს ვერ გიცვლის. აი Red Touch-ს მე ვერაფერი ვერ მიცვლის. ზამთარში იანვარი, ნუ დეკემბერში ვიწვევ ხოლმე, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი. და აი ერთგვაროვანი სახის კანისთვის ცალკე აქვს პროგრამა პიგმენტური ლაქებისთვის. არაერთხელ მithქვამს ჩემს სოციალურ ქსელში, ვისაც პიგმენტური ლაქების პრობლემა აქვს, ერთგვაროვანი კანი და ასევე კოლაგენი ლიფტინგი, ანუ უნიკალური აპარატია და დღეს მთელი მსოფლიო საუბრობს ამ აპარატზე და ნუ რა ვიცი ნატალიში უკვე რამდენი ხანი არის და მართლა საოცარი შედეგები აქვს. ხო, გარდა ამისა ძალიან კარგი არის ის, რომ ფასი სვარეგულირებთ და იყოს ბაზრისთვის შესაბამისად. ეგ არის არაჩვეულებრივი და ბედნიერი ვარ, რომ მეც ვეზიარები ამ უნიკალურ აპარატს. რუსა, რამდენად მოყვარული ხარ რუჯის?
რამდენად ხშირად ირუჯები და თუ იყენებ ყოველდღიურად მზისგან დამცავს? ესე იგი ძალიან მთელი ბავშვობა და საერთოდ ძალიან მიყვარს მზე და რუჯი და ზაფხული და სხვა, მაგრამ რაც გავიზარდე და გავიაზრე, რამდენად ცუდია ჩვენი კანისთვის და როგორც დაბერებას იწვევს, მას მერე მხოლოდ ზღვის პერიოდში ვცდილობ, რომ გავირუჯო. მაგრამ და ნუ ამოვიღე ისეთი, რა ქვია, ჩარევითი სხივები. თალკე კიდე მზის გარდა. მაგრამ ეხა რაც შეეხება დამცავიც ბოლო 3-4 წელია დავიწყე გამოყენება სახეზე მთელი წლის განმავლობაში. ანუ ვიდრე ადრე არ იყო ინფორმაცია იმდენად. ჩვენ ახალგაზრდობაში კიდე ეხა ძალიან. რო საჭირო იყო მზისგან დამცავი, არავის არ უთქვამს ჩემთვის ბავშვობაში. და ბოლო პერიოდია, რაც მეტი მესმის, რომ აუცილებლად დამცავი არის საჭირო, მთელი წლის განმავლობაში ვიყენებ დამცავს უკვე 50-იანს, 30-იანს აუცილებლად უკვე, რომ აი ლაქებისგან უკვე ბევრი ინფორმაცია გვაქვს, რომ და ლაქებისგან, ნაოჭებისგან ძალიან მნიშვნელოვანია სახის კანისთვის და ასევე დეკოლტესთვის მზისგან დამცავი. ხო, ну, მზე ხა მე დავამატებდი ესეც რამეს, რომ პირველი ფაქტორი ეს არის, რომ აზდაბერების ფოტოდაბერება ქვია. მზესთან კავშირი რა რაც არის. აქედან ხო, ულტრაიისფერი სხივების, თუმცა ერთ-ერთი ძალიან ესეთი ბედნიერების ჰორმონს რო გამოყოფს, ყველამ კარგად ვიცით და ჩვენი გადასაწყვეტია თუ რას უფრო უპირატესობას მივანიჭებთ, მაგრამ მე ფაქტიურად პირადად მზეზე, ანუ არ ვიცი, ყველაფერი ერთად გამისვია. ხუდიც მახურია, რა ვიცი, თუ რამე და აპარატებში, სოლარიუმის აპარატებში, როდესაც ზღვამდე ვღებულობთ, თქვათ, რუჯს, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა არის იმისათვის, რომ მე არ მოხდეს კანის დამწრობა. ამ დროს აი ესე 1-5 პირსახოცი მაქვს სახეზე, რომ სახეზე არ მივიღო. აი ერთადერთი თუ გადავწყვიტე სოლარიუმში შესვლა აუცილებლად აი 4 დაკეცილი პირსახოცი მაქვს. ხო, ეს იმისათვის რომ ნუ ჩემს ასაკში ეს პირადად დაამნიშნულოვანია რომ ის თუ რა რუტინასაც ვიყენებ წყალში არ ჩაგვივარდეს. რუსა თუ გაქვს აი შენი მშობლებისგან, დედისგან და პოლონელი ბებიისგან რამე ისეთი აი რეცეპტი თავის მოვლის, რომელსაც აი დღესაც თქვათ იყენებ, ან რაღაც ისეთი საინტერესო, რაც შეიძლება რომ გაგვიზიარო. ესე იგი, ჩემ ბავშვობიდან მეუბნება, თუ გინდა რომ არასდროს არ დაბერდე, უნდა დროზე დაწვე და გეძინოს მინიმუმ 8-9 საათი, როგორც გამოდის. ფაქტიურად ძალიან დიდი ფუფუნება 8-9 საათი ვიცი, ვცდილობ ხოლმე რომ ბავშვებთან ერთად თუ ჩემ მეუღლეს დროზე მოვიდა სახლში დავიძინო, მართლა ვცდილობ და ხანდახან გამომდის კიდევაც. და ნუ რა თქმა უნდა, მოწესრიგებული ნერვები აუცილებელია ეგ ჩემთვის და ეგრევე აისახება ჩემზე უძილობა და რაც შეეხება ბებია მყავდა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი იყო ჩემი ნაძინკა, რომლის სახელიც ჰქვია ჩემ უფროს გოგონას. ესე იგი, ნაძინკა იყო ძალიან განსაკუთრებული და უვლიდა თავის თავს სახლის პირობებში. მაშინებდა კიდევაც ხანდახან ერთად არ ცხოვრობდით, მაგრამ რომ მიწევდა ხოლმე და თუ მასთან ერთად მეძინა, მაშინებდა, იმიტომ რომ ახვეული იმით იყო ხოლმე კი, ქართულად ესმოდა, მაგრამ არ საუბრობდა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად დავცინოდით ხოლმე ის სასაცილოდ ლაპარაკობდა. და მოკლედ ეს ახვეული მქონდა ეს რომ ეს ღაბაბი არ ჩამოსულა. ერთი ნაოჭი არ მქონდა. აი რას აკეთებდა იმ პერიოდში? აი ახვეული მქონდა ძილის დროს, ეძინა სწორად, სულ სწორად და დღეს პაჩებს რო ეძახიან, მქონდა მიტკალისგან გამოჭრილი ესეთი თვალის ფორმის და აბუსალათინის ზეთში ავლებდა ამას და ღამე ზუსტად აი ამ იმასთან ერთად ედო. მაგრამ სულ მეუბნებოდა, რომ თუ გათლი კიტრს, აი კიტრი დალაგებული სახეზე, არაჟანი, კვერცხის გული. რა კარგია რომ აღარ გვიწევს კვერცხის გულის დადება და არსებობს დღეს ამდენი პროდუქტი, რომელიც შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ. რა მარტივია, ეხლა იმედენად გამარტივდა. კი აჩქარდა ცხოვრების ტემპი და სუგვეჩქარება. მე მაგალითად ერთადერთი რისი დეფიციტიც მაქვს არის დროის. ყველაფერი მოვასწრო, უბრალოდ ვერ ვახერხებ
გაცემას ამ სიყვარულის და ურთიერთობის და ნახვა უბრალოდ ჩემთვის ყველაზე საყვარელი ადამიანების. თითქოს ის მიტკალი ახლა უკვე გადმოიტანეს ბრენდმა და პაჩებზე თვალზე და ასევე ნახსოვს ჟერმენ დე კაპუჩინის რო ქონდა ესე პირდაპირ ამისი ხო ნიღაბი ასეთი ნიღაბი რომელიც ესეთი იმითი სახით ყურზე და ესე გამოვდიოდი ხოლმე დილით თუმცა მე მივდიოდი ჯერ ამას ესე მიკეთებ და მაიმე რა დაგემართათ ის რა ქვია ესეთი თეთრი მიტკალივით იყო ეხა გამახსენდა ეს ყველაფერი როგორი ანუ ხო ეს ხო ნუ იმ დროს როცა არაფერი არ იყო ჩვენ მართლა ძალიან აფიქსირებს და ფაქტიურად ეხა რასაც ყვები ეს ერთ-ერთი ნუ მე უბრალოდ გათანამედროვებული არის დღეს უკვე ამ ნიღბებით და ნიღბების საცხები ინექცია ესეთი აპარატურული პროცედურა რომელიც ანუ ადრე თუ 40 წლის ასაკში პროდუქტებიც ძალიან სახში მოვლის პროდუქცია ჯერ მარტო აი ჟერმენის სახში მოვლის პროდუქცია იგივე ეს ყინულის ბურთები დეკოლტეს საცხები სახის ეს ნიღბები ღამის დღის მართლა ძალიან გამარტივებულია და ხო ნუ რა ვიცი კიდე უფრო შევიყვარეთ ჩვენი თავი იმიტომ რამდენჯერ დამიჭერია სალომე აი საჭმლის მომზადების პერიოდში ხო აი ბუქნები გამიკეთებია სიტყვაზე გასხურასთან ხო არის რომ აი ბუქნებს აკეთებ ხო კარგი ორსახში არავინ არ არის აი ვერ ახერხებ ხო ამ ჩაჯდომებს ვაკეთებ ხოლმე თან საჭმელს რო აკეთებ თან სხვადებს და თან ჩაჯდომებს რო აკეთებ და ის არ მაქვს რომ აი სიტყვაზე დროის დეფიციტი ხო უკვე რაღაც მომენტში უნდა ხო აი ესეც ხო უნდა გინდოდეს თორე ზუსტად ეგ არის რომ ყოველთვის შეგილია ხო სულ მაგას ვამბობ არ არსებობს ადამიანს რაღაც მოუნდეს და არ გააკეთოს თუ არ აკეთებს ესე იგი არ უნდა თუ რაღაც მიზეზს პოულობს რომ აი ან ცალია ვერ ვარჯიშებ აი სულ ყოველთვის იპოვის მიზეზს თუ არ უნდა თუ უნდა ყოველთვის გააკეთებს ეგ არის როგორ ორჯერ 2 და ესევე ეს რუტინა ასევე ზუსტად როგორც აი ახლა ახსენი ერთ-ერთი შესაძლებელია რომ ყველამ თუ არ შეუულია რომ ეს ვთქვათ რაღაცა საცხები შეიძინოს ყველა პროდუქტი არის იმისათვის რომ დატენიანება მაინც მოხდეს მე მით უმეტეს იმისა რომ ძალიან წინააღმდეგი ვარ ამ ყველაფრისა მაგრამ არა სახში ძველი ტრადიციული ინექციის არა ძველი მოვლის ტრადიციის განაწინააღმდეგი ვარ უბრალოდ დამზადებულ საცხებზე ვსაუბრობ თუ არა ეხა იმ დროს პროდუქტიც ცოტა ისეთი ცოტაზე მეტად უფრო ბუნებრივი იყო და ამ დროს დატენიანება ხო მეტი რა არის სიმშრალე იწევს უკვე ნაოჭს ეს უნდა დავატენიანოთ ანუ ეს დაფიქსირება რასაც ყვება ეხა ეს ხო ერთ ყველა არის დეტალი რისთვისაც უბრალოდ დღევანდელ დღეს ძალიან დიდი კომფორტი გვაქვს აი უდიდესი კომფორტი გვაქვს ხო ჩვენ რომ ეს ყველაფერზე არ ვიფიქროთ არ ვიზრუნოთ და ესეთი გამზადებული გქონდეს ხო თუმცა ყველაფერი შესაძლებელია როგორც ვარჯიში ნამდვილად და ძილთან ერთად წყალი წყლის ბალანსი ეხა სულ ყველაზე მთავარი იმიტომ რომ სხეული, ხო, ყველაზე დიდი ორგანიზმია ადამიანის კანი, რომელიც 80% წყლისგან შედგება. ანუ ჩვენი სხეული. ჩვენი სხეული, ანუ ყველაზე დიდი ორგანიზმი არის კანი, რომელიც 80% წყლისგან არა მარტო ყველა ორგანო იკვებება წყლით. ანუ ეს არის აუცილებელი, ბევრი მსმენია, ბევრი მეც არ მიყვარს. წყალი. კარგი, ეხლა ისე მივდივართ, რომ ძალიან კარგი გამოვიდო და რჩევა რომ იცი ახალგაზრდა გოგოებს, რომლებიც გიყურებენ, რომლებსაც ძალიან მოწონხარ, აი რა რჩევებს მიცემ. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ასე იფჭყიალო და ფანტასტიკურად გამოვიდო. აუცილებლად ძილი წყალი, აი სწორი კვება, რაც მე არ უნდა ვთქვა, მე თვითონ არ ვაკეთებ, რაც ძალიან მინდა და ჩემს შვილებს ვეუბნები. ხილი აუცილებლად, ხილი ცილა ცილა, იმიტომ რომ აუცილებელია ცილა ფეხით შეირნება. ანუ რა შეიძლება ვურჩიო, გარდა იმისა, რომ ზარმაცები არ იყვნენ და მარტო არ სხროლონ. ეგ არის აი ყველაზე მეტად რაზეც განვიცდი და ვდარდობ, ხო? აი ყოველთვის ჩემს შვილებს ვეუბნები, რომ მეტი შეცდომა დაუშვან. აი გადაუშვით, აკეთეთ ბევრი რაღაც, რომ ის სისულელეც კი აკეთეთ, თუმცა უქმათ არ იყოთ, ბევრი შეცდომა დაუშვით, ისწავლეთ, გამოცადეთ ყველაფერი ცხოვრებაში, რომ აი არ კონდეს ის აი აუ ნეტა ეს გამეკეთებინა. აი ყველაზე მეტად რაზეც ვდარდობ, იმიტომ რომ წესი არაფერს არ გევალება, არაფერი. მე და შენ ძალიან პატარა ასაკში ოჯახები შევქმენით, პატარებს ძალიან შვილები ყავდა და ეს კი მე და რუსა პირველ კურსზე ერთად სწავლობდით სამხატვრო აკადემიაში და პირველ კურსზე ორივე ვიყავით ფეხმძიმეები. დათუნაზე და
ხდებიან 24 წლის. და ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი რაც უნდა ვთქვათ, ეს არის სიყვარული. სიყვარული. 96 წლის ბებია ჩემი, სულ მეუნებოდა მაგას. რაღაც არაჩვეულებრივი ქალი იყო და ძალიან ლამაზი და საოცარი ისტორია და სულ მეუნებოდა, სულ ვეკითხებოდა, აი რანაირად ხარ ამ ასაკში ესეთ და სულ მეუნებოდა, რომ თუ სიყვარულით იცხოვრებ და არ იცხოვრებ ბოღმით, შურით ესე დაბერდებოდა და მე მართლა მჯერა მაგის მართლა ესე. მე კიდე ერთს დავამატებ ბოდიში სალმა, შენ მკითხე ცოტა ხნის წინ რომ აი ეხლანდელი ასაკი არის ჩემთვის ყველაზე იდეალური და ყველაზე საინტერესო და ყველაზე ჭყვიალა შეიძლება. გონია რომ შენ ეხლა ხარ შენს პრაიმერაში. აი ზუსტად დაგეთანხმები 100%, იმიტომ რომ გარდა ჩემი თავდაჯერებულობის ეხლა როგორც ვარ, შეიძლება ხმა მაღალი ნათქვამია, იმიტომ რომ ყველაფერი მომწონს. აი ყველაფერი მომწონს, ყველაფერი მაკმაყოფილებს, ყველაფერი მახარებს. ძალიან შეყვარებული ვარ. აი შენ სწორად გამიგებ, იმიტომ რომ შენ წლებია შეყვარებული. მე ძალიან შეყვარებული ვარ. აი ხით რაღაცა ეხა კიდე პერიოდებს მოაქვს კიდე, რომ აი ყველაფერი გიხარია. მანამდე ბავშვები იყვნენ, ოჯახი რაღაცა, კიდე აი ეხა მოვიცალეთ. როგორი გაღიმებული ვარ. ეხა კიდე უფრო მოვიცალეთ მე და ჩემი ქმარმა ერთმანეთის, იმიტომ რომ ცოტა ასე ცრემლები მოადგა. აი მართლა ეგ პერიოდი, მაგრამ აი ნატალიმ სწორად თქვა, რომ აი შეყვარებული რო ხარ, ეს იმედენად რა კარგი. საოცარი გრძნობა და მაგას მაძლევს, აი მაძლევს ამ მუხტს, რომ აი ვიყო აი ლამაზიც ვიყო. ამაყიც ვიყო, ყოჩაღიც ვიყო და ყველაფერი შემეძლოს და კიდევ იმას ურჩეყო. რომ აი არ ვიცი, იყავით შეყვარებულები და ლაღები და აი ყველაზე მაგარია ცხოვრება. მე მგონი ყველაფერი თქვა რა. სიყვარული არის ნამდვილად. ნამდვილად ყველაფერშია სიყვარული. ჩვენ ურთიერთობაშია სიყვარული. მე მგონია რომ ხალს არ ვიცი ხა მამაკაცები როგორ ფიქრობენ აქ არიან და დაგვეთახმებიან თუ არა. მე მგონია რომ ხალს ძალიან ჭირდება სიყვარული, იმიტომ რომ სხვა ენერგიას აძლევს, სხვა სხივს აძლევს და სხვა мотиваციას აძლევს, ამიტომ ყველა მანდილოსას ვუსურვოთ სიყვარული პირველ რიგში. ნატალი, მე მგონი ისეთი არაჩვეულებრივი ენერგია შემოიტანა ჩვენთანაც დღევანდელ ეპიზოდში, რომ კიდევ უნდა მოვიწვიოთ რუსა ძალიან მალე. თავიდანვე ვთქვი, რომ სიყვარულით ახსოვს ადამიანში ყველაფერი საოცარია და იმიტომ გისურვებ წარმატებებს სიყვარულს და ყველაფერს საუკეთესო. მადლობა და ჩვენგან საჩუქარი საჩუქარი ნატალი ჯგუფისგან საჩუქარი ნატალი შეგირჩია პერსონალურად სახისმოვლის პროდუქცია და ასევე სახის სპა პროცედურა. ძალიან დიდი მადლობა. რუსა მადლობა შენ, მადლობა ჩვენ მაყურებელს, ვინც გვიყურა. დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს და არ დაგავიწყდეთ რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. მომავალ შეხვედრამდე.